Პროკურატურამ სასამართლოს ხდომაზე მტკიცებულება დღეს ბრალდებულ ზვიად ცეცხლაძის 14 წუთიანი ვიდეო მიიტანა, რომელსაც ხმა არ ჰქონდა. ამ ეგრეთ წოდებული მტკიცებულებით რეჟიმი ზვიად ცეცხლაძეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში დებს ბრალს. ამ ვიდეოში ცეცხლაძე საუბრობს. გამომძიებელი თავს იმართლებდა და ფაქტს ტექნიკურ მხარვეს მიაწერდა. დაცვის მხარემ ვიდეო ჩანაწერის დედანი მოითხოვა, რომელიც ტექნიკური შესვენების დროს მიიტანეს და ისიც უხმო აღმოჩნდა. მოსამართლე გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა და სხდომა გადადო. ეს ამბავი 8 ბრალდებულის სხდომაზე ხდებოდა. Სიმდისის რვაპატიმრის საქმეზე მთელი დღის განმავლობაში გამომძიებელი ლევან ბასილაძე იკითხებოდა, რომელმაც ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული პირების საქმეებზე საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. მისი დაკითხვა 4 საათი გრძელდებოდა. მოწმეს კითხვები თავად ბრალდებულებმაც დაუსვეს. ბასილაძემ საუბარი ვასილ კაძელაშვილის და ვეფხია კასრაძის ვიდეოთი დაიწყო, რომელიც მან ტელეკომპანია იმედის სოციალურ ქსელში აღმოაჩინა და შემდეგ გამოიკვლია. მოწმე ამტკიცებს, რომ ბრალდებულები კახა კალაძის და მისი ოჯახის ქონების დაზიანებას და დივერსიის მოწყობას გეგმავდნენ. სწორედ ამ ვიდეოს საფუძველზე კასრაძეს და კაძელაშვილის ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებიან. ემოციური იყო ბრალდებული ვეფხია კასრაძის კითხვები. მან რამდენჯერმე ბრაზისგან თავი ვერ შეიკავა და ტონს აუწია. ის მოწმეს პასუხების გაცემისგან თავის არიდების ნაცვლად გულწრფელობას თხოვდა. ამ ვიდეოს თანახმად კასრაძე კაძელაშვილის საუბრობდნენ დანაშაულზე, ახსენებდნენ კახა კალაძეს და მის ოჯახს, რომ უნდა მიესხათ ბენზინი მათ ქონებაზე და ცეცხლი წაეკიდებინათ ბიჩოკის მიგდებით. ასევე საუბრობდნენ, რომ მოეწყოთ დივერსია, დახვედროდნენ დაახლოებით 200 კაცი და ჩაეხოცათ ისინი და ეს უნდა მოესწროთ ახალ წლამდე. ეს იყო რაც მოვისმინე ვიდეო ჩანაწერში. ბრალად რა აქვს წარდგენილი ვეფხია კასრაძეს, იცით? ვეფხია კასრაძის მიერ რა სიტყვა იყო ნათქვამი? ან რა მიანიშნებდა იმას, რომ კონკრეტულ საპროტესტო აქციაზე რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენას აპირებდა? რით ადასტურებთ, რომ ჩვენი საუბარი იყო? ექსპერტიზით. 1-200 კაცი დახვდით და ჩახოცეთ. ამით დასტურდება ჯგუფურობა. ახსენებენ მამა დავითის ეკლესიას, რომელიც არის რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე და ალბათ დანაშაულის ჩადენის სავარაუდო ადგილია. მათი საუბრიდან ირკვევა, რომ შერჩეული აქვთ ლოკაცია, კონკრეტული ოჯახის წევრების და გეგმავდნენ დანაშაულის ჩადენას. რატომ არ დანიშნეთ ექსპერტიზა? რატომ მზივართ ციხეში? მოწმე პოლიციელი ლევან ბასილაძე ფიგურირებს თორნიკე გოშაძის სახლის ჩხრეკის და მისი დაკავების საქმეშიც. სხდომაზე მოწმეს კითხვები ბრალდებულმა თორნიკე გოშაძემაც დაუსვა და მოსთხოვა გაეხსენებინა მისი დაკავების გარემოებები. გოშაძემ გაიხსენა პოლიციელის ჩაცმულობაც. მან მოწმეს კითხა თუ რატომ ეცვა მას წყალკანალის სამსახურის ფორმა და არა პოლიციის. ბატონო ლევან, ქონდა თუ არა ვიდეო გადაღება ჩართული, როდესაც შემოხვედით? კი, რამდენადაც მახსოვს. რატომ არავინ გააფრთხილეთ ეზოში რომ შემოხვედით? დაკავების დროს წინასწარ არ ვაფრთხილებთ ხოლმე. რაში დაგჭირდათ ტყუილი, როდესაც შემოხვედით ეზოში, რომ იყავით წყალკანალის სამსახურიდან და არა პოლიციიდან? არ მithქვამს. საქართველოს დროშას, რომელიც ამოიღეთ, რაიმე ძალადობრივი წარწერა ჰქონდა? არ მახსენდება შინაარსი, თუმცა რაღაც წარწერები ჰქონდა. ახლაც ხომ არ გაგვთ სურვილი სახეში შემომარტყათ, როგორც განყოფილებაში? მსგავსი სურვილი არც მაშინ მქონია და არც ახლა მაქვს. სხდომაზე ვიდეო მტკიცებულებების გამოკვლევის დროს სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. პროკურატურამ ზვიად ცეცხლაძის საქმეში არსებული მთავარი მტკიცებულება 14 წუთიანი ვიდეო დაცვის მხარეს უხმოდ მიაწოდა. მარტივად რომ ავხსნათ Facebook ვიდეო, რის გამოც 20 წლის სტუდენტ ზვიად ცეცხლაძეს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება, ვერაფერს ამტკიცებს. მომხდარმა დარბაზში ხმაური გამოიწვია. ადვოკატებს და თავად ბრალდებულს ვიდეოს ავთენტურობის ეჭვები გაუჩნდათ და სასამართლოსგან დედანი გამოითხოვეს, რომელიც ასევე უხმო აღმოჩნდა. როდესაც საუბრობენ, რომ ამოწერილია ტექსტების შინაარსი, აგერ მოწმე იყო მოსული და რა აზრებიც გამოიტანა წინადადებიდან, ისე ჩამოაყალიბა. 14 წუთიან ვიდეოში თავიდან მე ვსაუბრობ, როგორ იზალადეს ჩემზე. მეტყობა კიდეც კვალი. ამოწერილი შინაარსით თუ განიხილეს საქმე, ვერ ვიქნები დაკმაყოფილებული. დაველოდოთ ჩემს ადვოკატს და მერე განვიხილოთ. დადასტურდა ის, რომ ბრალდების მხარე ზვიად ცეცხლაძეს 14 წუთიან ვიდეოში ედავებიან იმას, რომ თურმე ვინმეც რაღაც მოუწოდებდა და რაღაც მოქმედებებს ახორციელებდა ვერბალური სახით, მაგრამ ბრალდების მხარეს თურმე საქმეში უდევს 14 წუთიანი ვიდეო, სადაც
ედავებიან რომ ზვიად ცეცხლაძე რაღაც ლაპარაკობს და ამით დანაშაულს ჩადის, მაგრამ ვიდეოს ხმა არ აქვს. შესაბამისად, მხოლოდ ვიზუალური გამოსახულებით ამ ვიდეოს ნაწილში ბრალდება ვერ დაუდასტურდება ზვიად ცეცხლაძეს მარტივი მიზეზის გამო, რომ იქ არაფერი არ ისმის. მტკიცებულებების არარსებობა, შეკერილი და პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები. ასე აფასებენ დღევანდელ სხდომაზე განვითარებულ მოვლენებს, როგორც ბრალდებულების ოჯახის წევრები, ასევე უფლებადამცველებიც. მათ მიაჩნიათ, რომ ღიმილის ბიჭების განაჩენი უკვე ნათელია. ვიცით ჩვენ რომ ამ ბიჭებს და ამ ყველას გოგუებსაც მათ შორის და ქალებსაც მიუსჯიან. აუცილებლად მიუსჯიან, ყველაზე სასაცილო არის 4-დან 6, 4-და 6, 4-და 6. არ ვიცი მოკლედ ეს რა არის, ესე იგი წერია იქ ფურცელზე და აღარ აინტერესებს მეტი, მაგრამ დარწმუნებული ვარ და თვითონაც დარწმუნებულები არიან გუშინ მე თორნიკესთან ვიყავი მოკლე პაემაზე, დარწმუნებულები არიან რომ ეს აუცილებლად დასრულდება და ისინი იმდეხან არ იქნებიან ციხეში, რამდენიც იქნება სასჯელი. მტკიცებულება არ აქვს რეალურად ზვიადის წინააღმდეგ და ის რაც არის წარდგენილი უხმო, მე ვფიქრობ, რომ ის უნდა ამორიცხულ იქნას, როგორც არასრულყოფილი, არასათანადო მტკიცებულება უნდა იქნას ამორიცხული საქმის მასალებიდან. სინდისის რვაპატიმრის მორიგი სასამართლოს სხდომა 28 ივლისისთვის გადაიდო. მომდევნო სხდომაზე კვლავ ლევან ბასილაძის დაკითხვა გაგრძელდება.